გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა ბედნიერება და კარგი ამბები. ჩვენ ისევ წვიმანი ამბები გვემართება და სიტუაციები, როგორც ყოველთვის ვაჩვენებთ ძღოლის ცხოვრებას, ამბებს და ასე შემდეგ. ესე იგი, თქვენ გახსოვთ ხო მეგობრებო? ფაქტობრივად ხო გუშინ წინ ეს უხეში კაცი რო იყო რა. იქ ნიუ-მექსიკოში ეს და ნოუს გარდა რო ლაპარაკობდა. ხო გამიკეთა ეს საბურავი და ეხლა დავიტვირთე. თან ეს ლოს-ანჯელეს ხო იცი როგორ არ მიყვართ მეგობრებო. დავიტვირთე დან სასტრაფო ტვირთი მაქვს. უნდა მოვახსრო ყოველი წუთი და დავიტვირთე ეხლა ორი ტვირთი ავიღე პიკაპი. და ეხლა მესამეზე უნდა წავიდე მექსიკის საზღვარზე, ნოგალესი რო არის არიზონაში. მაგრამ ნახე შევამჩნიე. ნახეთ. ხო დააყენა და ისევ დაიშვა რა. კიდე კაი შევამჩნიე, ეხლა დატვირთულია. მან რა გააკეთა რომ თაით გავუკეთეო რა ვიცი, რა მოკიდა ამას ხელი არ ვიცი. იწყალი გადაატარა, მაინც ეწყივ დაუშვა. ესე იგი სადღაც აპარეს რა. ეხლა ლოს-ანჯელეს მოგეხსენებათ როგორი ცუდი ადგილია. და ისეთი ადგილი ვიპოვე, ვეძებე და გუგლიდან გამომდინარე, აი ესეთ ადგილას შემოვედი, სადაც საბურავებს არემონტებენ ასეთისა და შემოვედი ეხლა აქ შეგნით და ის მუშა არ არის, ლანციაო, წასულიო. ისე ბევრი საბურავები კი აქვთ რა, ნახეთ. ყველაით მუშა. იქ ოფისი, ეგ შევედი, მერე გამოვიდა ის კაცი. ეძება მუშა. ვინც უნდა გააკეთოს, არა, სადღაც წასულია. მერე გამოვიდა გოგონა და ლანციაო წასული ცოტა ხანში დაელოდეო და გამოვაო. ერთი მხრივ ცუდი ამბავი კი არის ახლა ეს წვალება, მაგრამ მეორე მხრივ კარგია, იმიტომ რომ ლოს-ანჯელესიდან მიმავალი სან-დიეგოსკენ და იქით მიმავალი გზები ძალიან გადატვირთული და ძალიან ისეთი მოძრავია. ჰაივეიზე არ გავედი, მეთქი ცოტა გავალ ასე, ვივლი მეთქი. მაგრამ არ გავრისკე. ვითომ ტრაქსტოვზე მივარ მეთქი, მაგრამ არ გავრისკე. ეს სიარულში გაიცვითებოდა, ან რაღაცა მოძრებოდა, ან შეიძლება ვესტეიშენზე შევხვდეს და ამაზე დამაჯარი მეტრე. მაგრამ ეხლა უფრო სულთა ტექნიკური ამბებიდან გამომდინარე, არ ვიცი ეხლა უნდა აუხსნა ეს გაშკარად, რაღაც ჰაერი გამოდის პიპკიდან. პიპკა ხათულად როგორ არ ვიცი, შეიძლება აქედან გამოდის, მაგრამ თვითონ არ ჩანს არაფერი. ესე იგი კარგად უნდა შევამოწმებინო ეს საბურავი. ეხლა იმ კაცმა ისეთი გინდაო რომ მითხრა და მე არ მინდა მეთქი რო უთხარი. ეხლა იმ რისითით მივიდოდი უკან, მაგრამ ეხლა ნიუ-მექსიკოში როგორ წავალ ეხლა, ნუ $65 კი გადავიხადე, მაგრამ ნუ შეიძლება და დაბრუნება, ნუ. კაი, ეხლა მაღაზია არ ვიდარდოთ. გადავიდეთ ჩვენ წვიმანებზე და იმ მაყურებლებისთვის, ვისაც უყვარს წვიმანები და ამერიკული რეალობა. ნუ, წეღანას ვთქვი, ცუდია, პრობლემები, მაგრამ კარგია რომ შორს არ მომიწია სიარულო და ეს ადგილი ვნახე. ნუ, რას იზავ ეხლა? მუშა სადღაცაა წასული. აი ეს კაცი გამოვიდა, გამეხმარა, ეს ეთქვა მენეჯერია, ინდუსია. ეს ხალი გამოვიდა. ნუ ერთ სიტყვით შეძლებს და გვარად გაჩვენებთ ამ პროცესს. რა საბურავებია ეს რა არის? აქეთ ახალი საბურავებია, აქეთ უკვე როგორ გითხრათ, ნახმარი, ძველი მეორადი. ეხლა ფიქრობ, კაცო, ეს გვარჯობია, ეს დავაყენო და უკვე ის გამოვრიცხო, მაგრამ ეს რო ვიყიდო, ეს $200-300 მაინც იქნება. აი, არ ვიცი, ნახოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ფულის გადახდა არ გვინდა, თუ შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ თუ არ გაკეთდება, მაშინ მოგვიწევს უკვე მანი მანის გადახდა. ჩემანი არის.
ეს ახალი საბურავებია, ახალი საბურავები სულ მინიმუმ $500-600 მაინც ეღირება. აქეთ მეორადი საბურავები, თავისთავად ეხლა. და რა არის, აქეთ რაღაცა საამქროა, რას უკეთებ? ეს გადაკვირებს აკეთებენ, აი ადრე გახსოვთ კოოპერატივების დრო რომ მოვიდა. ძალიან უყურეთ გადაკვრის საამქროა, ძველ საამქროს იღებენ, ძველ იმას და ძველ პაკრიშკაზე მე ახალს აკრავენ ზემოდან. რეზინას აკრავენ და იმას მე ყიდიან ცალკე. რომელიც ჩვენ გადაკრული საბურავები არ გვიყვარს, იმიტომ რომ სიცხეში რომ ძალიან სიცხე რო არის ხოლმე. ეხლა უყურეთ, ეს არის გადაკრული საბურავი. ეს მე რო ცხელდება, მე ეს ჯვრება. და გაიდა რომ შეხედო რა კარგია რა. აი უყურეთ ეს არის ძველი საბურავი გაცვეთილი და მე მოყავთ აი ესეთ კონდიციაში. ცუდი არაა ნამდვილად, მაგრამ ნუ იაფია შედარებით. ეს ამქრო აქეთ ეს ტრიანებს ამას წმინდავს, გააბრიანებს და მე ზემოდან იმ რეზინას გადაახურებენ და ნუ ვიგებო და ასუნა არ გადავიღე. ჩემი მუშა მოვიდა. მე არ მუშაობ, ალბათ მოვა. აგება არ უყარდა ჩვენ პაპარაცულად გადავიღოთ. ნუ ხვდებით ხო, უყურეთ, მე გადაკრუზე ვლაპარაკობდი. აი ახლა ეს რო გაიცვითება, მე ამ რეზინას გადააკრავენ და ეს პროცესია, მაგრამ ჩვენ ახლა ეს არ გვინდა თუ ახალი დავაყენოთ, არ ვიცი. თუ გამიკეთეს ყველაფერი ფულის ამბავია რა. ავიდო ჯეჯებით მუშა კაცი არ მოსურა. ფული რო კონდეს და ანგარიშს არ აკეთებდე, ჯობი ეხა ახალი იყიდო და აყენო, მაგრამ ფულისთვისაც აქ ჩამოსული და აქედან გამომდინარე ანგარიში მოგვიწევს. საბურავები რო ღვიდეს $20 და $30, ჯანდაბას უსვათ ახალს დააყენეთ, მაგრამ როგორი საქმე ხა $500-600 გადაიხადო. და ალბათ გადაკრუზე კი იღერება $100-200. და მე რაზე ვფიქრობ, ხშირად არის ხოლმე რომ ვითომ გააკეთეს, ეხლა როგორც იქ ნიუ-მეხიკოში ვითომ გააკეთა, აქაც იგივე ვარიანტი არ მოხდეს. ჯობია ახალი მარისი არა დარტყმული არა მაგის ესე ეხლა მე საზღვარზე თუ წავედი თუ გააკეთეს მაგრამ ჯერ გააკეთეს ვერ მოვიყვანე თუ იქ გამიფუჭდა ხო იცით ეხლა მე თქვენ გიზიარებთ იმას რაც ეხლა თავში მომდის 1000 ფიქრები დავაყენო არ დავაყენო რო წავალ მექსიკისკენ იქ გზაში არ გამიფუჭდეს ჩვენი არხი ხო მაგია გიზიარებ ჩემ ფიქრებს რომ ეს დაფრინავს და დახტის გონებაში აგერ მოსახსნელია წყალი მე დანადგარიც აქვს წესი და რიგით ლოგიკურად უნდა გაკეთდეს თავი მიზეზი იპოვოს იმ სამჯოში კი იქნებოდა წასვლა მისვლა ახლოს ნახვა მაგრამ არ გადაიღო ტრაილერი აგერ კი დავაყენე მაგრამ ეშნანგი ეყოფა აერის დასამატებელი მათ ეყოფა ხო იმ სიგრძე მაგე მეორე აერის დასამატებელი ზოგადად Amigo, can you help him please? მე მოვიყვანე ესა Okay. Because he told me that he tied, and I don't know what happened. They tied the. He told me the that. housing. Yeah, he told me that he tied.
over here, but now 2 days and again. Again, okay, I'm gonna take it off and air it up, find out. Ah, okay. Okay. Good job. აი გეთხოვ, მოხსნიო და შევამოწმებ. ვრებო. ჩვენი ვიქტორინა გავათამაშოთ. როგორ ფიქრობთ? არა, როგორ გააკეთებს, რა დაждდება? უკვე თქვენ მიახლოებით იცით, მაგრამ მაინც ლატარია. 60, 65, 70, 80, 100 რა დაგვიждდება? ესე იგი ორი ვიქტორინა გავათამაშოთ. პირველი ვინც იტყვის, რომ რა დაждდება ესა ზუსტ ციფრს ვინც იტყვის, ის იქნება მოგებული. რა თქმა უნდა, ვინც პირველი იტყვის. ესე იგი 65, 100, 80, 70, 50. ეს პირველი ვიქტორინა და მეორე ვიქტორინა საერთო ჯამში ეს გაკეთებული გაამართლებს თუ არ გაამართლებს. 2-3 დღეში ისევ ჩაუშვებს თუ არ ჩაუშვებს. ესე იგი ყოფტებით რა. ესე იგი მეორე ვიქტორინის კითხვა. ეხლა რასაც გააკეთებენ, ეს კარგად გაკეთდება თუ ცუდად გაკეთდება? აი თვითონ მოვიდა აგენ მანქანით. სახელი მითხრა და დამოვიწყდა, არ ვხსეო. ესე იგი ესენი მიდიან და გზაზე თუ გაუფუშტათ, იმას არ ემონტებენ. ამიტომ ხო, აი ეს სწორ ადგილას მოსრულა. რა. Amigo, you do road services, yeah? You do, very good. Okay. This imás აკეთეს. სახელი არ მახსოვს და Amigos დაოძახებ. Amigo, what's your name? Aristin. Sometimes I forget. Aristini, მეგობრებო, დაიმახსოვრეთ. Aristini. თუ დამავიწყება Amigos ვეთქვი. ისე ჩვენთან თუ განვითარდა განვითარდება ვარიანტი არ არის. რომ დაიწყებენ ახლა შუა აზიიდან, თუნდაც ჩილოეთიდან, სამხრეთიდან მანქანები, ტრაილერები სიაროს. აი ესეთი ბიზნესი ვინმემ თუ გააკეთა, გზაში თუ გაუფუშდება რაღაცა ძალიან მაგარია რა. აქ ძალიან მაგარი მოთხოვნადია. მართალია ძვირია, მაგრამ ნუ გაგიფუშდება. გამოიძახე ბაბა, რა სიზა. ეხლა გამიმართლა აქ რო ვარ, თორე შუა გზაში რო გამსტარი ვარ, გაფუჭებულიყო. მეგობრებო, მე ჩემ პირობას ვასრულებ. ზოგჯერ ფილოსოფიაზე საუბრობ, ზოგჯერ პოლიტიკაზე, ზოგჯერ სხვადასხვა სიტუაციებზე, მაგრამ ამბებზე საუბრობ, მაშინ ცხოვრულ ამბებს გაჩვენებთ და ჩვენ წვიმიანას ვეძახით. იქითაც სხვა მანქანა მოსულა, იმასაც გაუფუშტათ. მოხსნის იმას. მაგარი რაღაცა ეს ახაერო ეს. და საერთო ჯამში ჩვენ არც რა ქვია ვიმოგზავროთ ცხოვრებაში ერთად და მოგზავროთ პლუსები თავისი ნიუანსებით და ამათ რო უყურებ ხოლმე აი სულ წელზე ვფიქრობ ხოლმე რა მე ხარ წელი მაგ ძალიან სუსტი და ყოველთვის უთხრიდები მძიმე რაღაცების აღებას დაიწყებს ახლა ძებნას, ვიცი, რას გაიგებს. ასე თვალით. თქოს არაფერი ეს რა არის ხა შეიძლება ეს რაღაცა შემძრალი იყოს პატარა ლუსმანი და maybe this one Aristin it's not nail I don't know. I'm gonna air it up, find out where it's leaking from. How is mivatre
დავბერავო და მე ვნახავ. რაღაცა რა შეიძლება შერჭობილი იყოს რაღაცა და პატარა ვერ შეამჩნიო. პიპკა როგორ არის ქართულად? მეგობრებო, ქართული ცოდნეებო. შენიშნავს მაძლევენ ხოლმე რომ რუსულ სიტყვებს რო ხმარობ და აბა მითხარით, ხო, კიდევ ვიქტორინას მესამე ვიქტორინა გავათამაშოთ. ვინც მეტყვის სიტყვა პიპკა ქართულად როგორ არის, ვინ პირველი სიტყვით, იმასაც გადავცეთ ჩვენი წიგნი ორეული. ესე იგი, მესამე ვიქტორინა. სიტყვა პიპკა ქართულად როგორ არის? პიპკას მიადგა. ალბათ მიზეს მან პოულობს. ამას იმედია რომ გაიბერება, იპოვის ხაერი როგორ გამოვა სადიდან მე სადღაც ზღება რომ მეც მოусვინო აბა ეს ხაერი არა ის მე ჩემებურად კარგია მექსიკელებთან რო ხარ ხოლმე. ახლოს გიშვებენ ხოლმე და ამ პროცესს ესწრები და ხო იცი ადამიანს როგორ გაინტერესებს ხოლმე პროცესი. ახალი ქონია გაზა აუგუსტენი. ვეღარ აუგუსტი, მე კი აუგუსტის ვეძახთ. მეგობარია სოსო ამას ქონდა ასეთი შემთხვევა ასე ხაერი გამოდიოდა მე დისკი გამოცვალა რა და დაისვენა და აი ეს მომენტი ხო არ არის აქაც რა არა და ორმოში და იმაში არ დამიწყია მაგრამ ვითომ დროთა განმავლობაში სოსომ ასე თქვა რომ დროთა განმავლობაში დისკიო გაფუჭდაო და ის გამოცვლას გვირჩევნია მიზეზი ვიპოვოთ და ესეც იგივე პროცესს აკეთებს, რაც წყალს გადაავლეს, რომ იგივე ბუშტები გამოჩნდეს სადმე. August, maybe it's a reason here somewhere. Yeah, it might be on the sidewalk. Yes. I'll check right now also. ora მაგასაც ეჭვი გამოთქვა, რომ აი შეიძლება დისკებში იყოს რაღაცა პრობლემა. ეხლა მე ვფიქრობ, ამან თუ დააყენა, თუ მიზეზი ვერ იპოვა და დააყენა და ისე წავედით, დისკი ხო არ გამოცვალო, მაგრამ აკეშკარო ვიყიდო, მაგრამ არ ვიცი, ჯობია რომ მიზეზი ვიპოვოთ რა. ის უხეში კაცი ნიუ მექსიკოში ცოტა ეს უფრო გულიანად აკეთებს, ვიდრე ის კაცი იმან ცოტა Maybe. ამას გამოცდილებაც აქვს უფრო მეტ. ეხლა ჩვენ ძღოლები ვისაც მანქანა ყავს, აბა დაფიქრდით ცხოვრებაში საბურავი რამდენჯერ გამოგიცვლია. ეხლა მე 18 წლის ასაკიდან საბურავი ისა მანქანა ყოველთვის ყოლია რა. წელიწადში 4-ჯერ 5-ჯერ კი გამომიცვლია რა. ეხლა რატო ვიძახე, ეხლა ეს კაცი ამაზე მუშაობს და უფრო გამოცდილება ექნება, მაგრამ ჩვენს ფაქტია რომ გულიანად ამოწყობს. მე მხარე დაასვლა. გამოშდი სიმსიმ, გამოშდი მიზეზი, გამოშდი.
ახლა ტიპასაც ამოწია. აბა ჩვენ დავეხმაროთ გუშტები სადმე ხო არ არის, მაგრამ არაფერი არ ჩანს ეს. შემთხვევა ვერ პოულობ მიზეს. აბა ეს ხო არ არის. Twist part. Ara quare. Ara pochino esta gai con un mezezi. Emoțiile la atlete bot. თვითონ დისკს ამოწმენ, გაწეხილი ხო არ არის დისკი. ვფიქრობ, დისკი ხო არ ვიყიდო და პატრიშკას მივაყოლო, იმიტომ რომ ეჩუ მეპარება რომ ვეღარ პოულობს მიზეს. აგინდა რო ხნა ეხლა თუ დისკია გაფუჭებული, თითქოს არაფერი არაა გაფუჭებული და რა. რა ვარიანტი დაგჭირა ახლა ჩვენ. გულიანად ასხავთ ხალს, მაგრამ რა გინდა რომ აბა ეს ხო არ არის. Can it find, ja? სხვანაირი სითხე, აი, საპნით არის, რა. Wow. A very shit place. რა გინდა რო ხნა არ ჩანს არაფერი და მიდი და მოკრალე, ახლა რაღაცა წვრილია შემძვრალი. თავსატეხი გაგვიხდა. ესე ტიპას მივადგეთ აბაში რომ რიპოვიო მიზეზიო და ეხლა გავშლიო და შიგნიდან ნახავო რა. აი ფურზე რო აქვს ამ გართულება, ეხლა ის მეკითხება, ჯერა დაუმთავრებია და მე ბოსი მეუნება როგორ გინდა გადახდაო, ქეშით თუ იმითო. საკრედიტოთიო. ეს კაი როგორ თქვენ გაწყვეტეთ, მაგრამ თავარია მიპოვონ. What do you think? Maybe it's a reason, yeah? This, no? But it look good, yeah? Yeah, that's why that's why I put water. Yeah, I see, yeah. Sometimes they crack. But ნიუტრალია, ხო შეიძლება ის იყოს ბზარიო და რა ვიცი ხა შიგნიდან შეამოწყობს რა. ვფიქრობ მეგობრებო დისკის ბრალი იქნება. მაგრამ იპოვის რომ ის ამ თუნდა ბზარი როგორ უნდა შეამჩნიოს. აი მძიმე სამუშაო ეთი. აუგუსტის უნდა გკითხო როგორ წელი აწუხებს თუ არა.
August, how old are you? 50. 50. How is your back? Good? No problem? With No. back? Ah, very good. 50 წლის ყოფილი, არა, წელი არ მაწუხებს. წელის ტკივილი მართლა ძნელია და უკვე ასაკში რომ მიდიხარ. თუმცა ვარჯიში და იმით ყოველთვის შეიძლება გამოვასწორო, მაგრამ ასეთი სამუშაოსთვის მე პირადად უკვე ვეღარ გავხაჩა. როგორ გინდა ახლა ეს შიგნიდან იპოვო ყველაფერი. ალბათ შიგნიდან ალბათ რაღაცა. ახლა დისკი, ნეტავი დისკი არ იყოს კაცო. აი ხა დისკი რო გამზარული იყოს, მაგრამ ვერ გაიგებ ახლა რას გაიგებ ახლა დისკი თუ გამზარული. ნუ დაიწყოს უკვე შიგნიდან ძებნა. სათითაოდ დაიწყებს უკვე ძებნაში. აბა მე აქედან შევხედო ამ დისკს. რა მძიმეა. ისე სულ უკვე დამუშავე თითქოს ის არის, მაგრამ რა გინდა ახლა როგორ გინდა ეს გაიგო. August, maybe over here, August. აი ეს ხო არ არის ნეტავი, ეს ხო არ არის. ეს კარგად არის. ეს უსო მითხრა რომ აი აქაც არისო რაღაცა მარხიზი, კარგად უკეთია ამას. ახლა თაბაჯერში ამოსმოს იქიდან. აი აქაც ახლა თვითონ ზეზინა კარგად უკეთია, მაგრამ აქიდან ხო არ იპარება ნეტო. ეს პიპკის ის არის რა. და აი ახლა ცუდი საბურავი ნამდვილად არ არის და არ ვიცი. შენიდან ეძებს ახლა ეს და ვერ პოულობს რა. რასაც ორი დავახოთ ამ ჩვენ ვიდეოს. სადა ხარ ხრელო? ხრელი, ასიტყვა ხრელი, მაგრამ ახლა ხრელს რო იტყვი, უჯდელობაში შაგეთრია, მაგრამ სხვა რა არის. არა, ვერ პოულობ. August, maybe over here, you see? Yeah, I moved it. I don't know, I fixed it. You know how it was crooked? Yeah. So I fixed it. So I don't know, maybe it was loose from there. Yeah. And when I put it back, when I fixed it, it stopped leaking. But you fix it this one? You fix it? I don't know. Maybe. No, you know how this part was crooked? Yeah. So I loosened it up so I can put it here. So It will be okay, I think. Yeah. maybe it stopped leaking from here. But over here you cannot find, yeah? Everything is okay here, yeah? Everything looks okay. I think it will be reason this one. If can remember. ყველაფერი მართლა კარგად არის შიგნით. Let me take it in the shop Yeah. real quick. They have this machine And wait, you check. and detect the hole. Okay. So let me put it inside. Okay. Maybe. You want to come and see? წამოდი აქ მანქანაში ვამოწმეთო. ეს აუგუსტის. თუსი მომეწონა და $100 ვაჩუქებ. August, sorry. ¿Me la puedes revisar la máquina? აბა მანქანით შევამოწმებ. ყველი თუ არის. მართლა გულიანად ახლა შეიძლება აპარატმა იპოვოს რა.
ეხა მანქანა თუ არ იპოვა, მაშინ უკვე მოდი ჯერ ამას შევამოწმებო და მერეო ტიტა შევამოწმებო. Y allí yo creo que la apreté y apretó bien. Dice que se lo habían arreglado y que otra vez se le volvió a... ნუ ადამიანი გულით და სულით ეძებს და ეხლა რა გინდა რო ქნა. ასე მიყვება ვითომ აპარატით. ოპოვიან მეგობრებო. უნი გააჩერეს ვითომ იპოვეს რამე, ვა რა საინტერესოა. ნახეთ როგორი ის არის აპარატი. por ahí aquí. Find it? Wow, There's a very little spark right there, so that means there's a hole right there. champion. Very good. Dale para atrás. იპოვეს. ნახეთ, აი აპარატმა იპოვა რა. Levántale ahí. Ahí levanta el brazo. მეგობრებო, იპოვეს. Ah, ya sé que es más o menos. ¿De la parte o dos? One hole or two holes? One. One hole. One is right there in the middle. ერთი შუაშია. ნახეთ რა იპოვეს. Sí. That's fine. Wow, I never seen like this machine. Yeah, that's it. They take hold. Yeah. Ყველა ხელეს. Thank you. Gracias. Champion. იპოვეს, ყველი იპოვეს. ეხლა ზემოდან ნახავენ აბა. ის ოვეხი. shit, აი ზემოდან საჩერჭობილა. Okay. Gracias, my amigo. Thank you. ექიმებიც ასე არ არიან, თავარიათ დიაგნოზი დაუსვათ, რომ კუნალობა რა არის, არაფერია. მაინც აპარატმა თავისი ქნა რა. ვიწრო ხელია, იმას რას გაიგებდი ახლა. ეხლა ალბათ ლატკას გაუკეთებს რა. No, allá no, porque el sapito tiene todo guardado. Le dije, no, pues nomás márcamela, ¿dónde está la puesto acá? ჩემპიონო, სად არის ის ხელი? დაადებს ახლა ლატკას. Very happy. Gracias. Good thing it was here. Yeah, it's well, difficult, you do good job and you're looking, but so Yeah, if it's leaking, it yeah. has to have a problem. აი ნახეთ, აგერ არის ის ხელი, ნახეთ ეგ. მიდი და გაიგე, აგ, შეხედეთ, ა. რა ვიცი, პროინგ გამოსწორდება, რა ვიცი. აი ადგილას მოვედი და ხო შეიძლება მოვსულიყავ ის ადგილას, სადაც ეს აპარატი არის. თან როგორ იყო, ხო, ის რაღაცა ჯაჭვი მისდევდა და იმან მიყოვა. რაღაც თავის ტექნოლოგია. ეხლა ამას დაამუშავებს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მოიცით ყველაფერი ფულთან როა დაკავშირებული. ფულთანაც არ არის და პროცესო ძვირიჯდება ეს ოხეი და ეს ფული შოვნას რო გადის და უარესდება, ეგ არის რა. მაგრამ ჩემ თავარია мотивация, ცხოვრების ხალისი და სიცოცხლის სიყვარული არ დავკარგოთ. ამას ვაბრალებდით, მაგრამ არა, მაინც ცოტა ისეთი თემაა, მაგრამ უკვე ვიცი, მიზეზი უკვე სხვა. როგორც ქირურგი დაამუშავებს, გაწმინდავს და ლატკას ზემოდან დაადებს. შიგნით უფრო სწორედ. აი დაამუშავა ესა. შიგნით დაამუშავა და ალბათ ზემოდან სპეციალური წეპო ექნება და შემოდან რას ეძახიან ამას. How you call this patch up, yeah? Huh? How you call this patch? Patch. Patch, yeah. მოგამახსენდა, patch ეძახიან მაგას. ეს ესპანური ვიცოდე.
mandártelo para allá. და იძახენ ადვილის სასწავლებელია. აი, დაადო, აი, პაჩი დაადო. ზემოდა. უზეთავს რომ ამაზე დისკზე ადვილად ჩამოეცვას. პატარა ბავშვი თათამაშებს. ტყუილად არ წუხდი ეს ტრაილერი რომ მომცეს პაკეტები არ მომეწონა და ახალია რა. ის პირველი ტრაილერი რომ ყავდეს კაი იყო რა. არა უშავს ახლა რამდენი დამჭა თქვენ ნახევარი ამერიკაში ყოფნის და ამენაირად გაუძლოთ რა. გუდ ამასაც გაუხარდა მიზეზი იპოვა და უკვე თავის პროფესიონალებში კმაყოფილების როგორ არის აი რაღაცას ვაკაი ხელოსნებს აღწონე რა თუნდაც აი რაღაცას just pay me Yeah. You know where, right? yeah translate they knows how much yeah How are I you do doing? Appreciate it. აი ხადეო გადავიხდი კაცო მეუხდი არგეთ ახლა მეგობრებო მეორე ვიქტორინას პასუხი რამდენს გადაგვახტევინებენ 60 65 80 85 და ასე შემდეგ ოფისი უკვე სხვა თემაა He's gonna pay cash. Do you need a receipt? yeah No, he's okay. Okay. okay no problem 55 yeah okay Talk you to get my service order. 55 thank you bye bye ესე იგი $55 ეხლა მე არ ჩავწერე მან ვიდეო და ლაპარაკი ესე იგიო საკრედიტო ტიკიდად გადაიხადო თუ ქეშით მეთქარ ქეშით მე მეკითხება რესიტი გინდაო თუ არ გინდაო მეთქი არ მინდა მეთქი და $55 ეხლა რესიტი და ჩეკი რო ყოფილიყო უფრო მეტი იქნებოდა მაგრამ ესეც ხერი მე ვაქე მეთქი თქვენ ისეთი კაი მუშა ყავთ მეთქი რომ გული და სულით აკეთეს მეთქი და გაუხარდა და ეხლა ყველაფერი ვერ ჩავიწერე რა ამას Good job. Okay, gracias amigo. Thank you very much. All right. Good job. They give good you job. the paperwork? Yeah. I have to sign. Yeah, okay. I don't need the paperwork, but you need it from signs, yeah? Yeah. Okay, I will sign, yeah. ყოველი მას ხელის მოწერა უნდა და მეთქი მოგიწეთ ხელი თავით ამანებით. ეს ჩეკები და ეს რაში უნდა იცი რომ მე ხარჯებში გაატარებენ, გამოატარებენ და ასეთ რაღაცა და ახლა მე საზდიო ჩეკები და ეს ალბათ რომ მე ჩემ ბუღალტერი ბოლოს გააკეთებს და ახლა საზდიო ხო $45 იმერს, მაგრამ ეს არის მაინც თავისი წესები და თავარია ჩვენ ეს აიდან გამოძრა. თავარია ჩვენ გავაკეთე და დარწმუნებული ყველაფერი კარგად იქნება. Very much. You do good job. Have a safe Thank you. safe trip. Okay, thank you. Thank you. წავედით მეგობრებო. დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა მესამე ვიქტორინა მაინც ზალაშია. როგორ ავთქვით, ორ დღეში გაფრუშტება თუ არ გაფრუშტება, მაგრამ მე მგონი არ გაფრუშტება. ჩვენ კიდე წავიდეთ და გავაგრძელოთ ჩვენი გზა. დავისიცხე ხო იცით ხელა მაინც. მაგრამ მგონი საქმე გავაკეთეთ და ჩვენც ყველაფერი ვაჩვენეთ. ეს ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს წვიმანები აინტერესებს და ჩვენ ყოველთვის ჩვენ მაყურებლებს და გულშემატკივრებს
უბრალოდ გულშემატკივრებზე და მაყურებლებზე, ვისაც აინტერესებთ ეს წვიმანები, შეძლებს და გვარად ყოველთვის ვაჩვენეთ. დავქვოქოთ ახლა და აბა დაგემშვიდობებით მეგობრებო, ყველას გისურვებ წარმატებას, ბედნიერებას და ასე ადვილად გადაგეჭროთ ის მიმდინარე დაპყრობები, რაც თქვენ ან უბრალოდ ყველა ჩვენ ადამიანს ცხოვრების განმავლობაში, ან მიმდინარე ყოველდღიურობაში ხდება. კარგად, აბა, მომავალ შეხვედრამდე.